სიტყვა ღმერთი და სიტყვა უფალი უნდა ახსენოთ მხოლოდ ლოცვის დროს და კატასტროფული შეცდომა, როდესაც ადამიანი სიტყვის მასალად იყენებს სიტყვა ღმერთს. რაღაცამ გაგაკვირვა და ღმერთო ჩემო, ან ისეთი ცუდი განწყობის დროს გაჭრვაში არის და განსჯაში არის და რას ამბობ გოგო ღმერთო ჩემო, მომიყევი ყველაფერი. და ესეთი სიბინძურის დროს ახსენებ უფალს. უი ღმერთო ჩემო, ეს მოსაკლო, რა ცუდ მდგომარეობებში იყენებთ უფლის სახელს. არა კეთილსინდისიერ, არა სუფთა საყოფაცხოვრებო სიტყვებში იყენებთ უფლის სახელს. სადაც განსჯა, ცუდი ემოცია, განზრახვა, ცუდი, ყველაფერი ცუდი, სადაც არის, იყენებთ უფლის სახელს. სიძვის დროს, ჭორის დროს, შურის დროს, ღადავის დროს და სხვა მრავალი არასუფთა განცდის მდგომარეობის დროს. მაგალითად, ქუჩაში მიდიხარ და ან ვიღაცამ შეგაშინა და დიდი აგრესიით იძახი. ღმერთო ჩემო, შენ ნაძირალა, ეს რატომ ქენი, რისთვის ქენი, რა არის ეს? შენ ღმერთი ახსენე და მიაყოლე ამ სიტყვებს ნაძირალა და ყველა ეს დესტრუქციული ენერგია, რაც გამოვიშვი პირიდან და ემოციიდან. და ეს რა არის შენი აზრით? ეს არის შეურაცხყოფა უფლის, რომ უფალს ახსენებ და შემდეგ ახსენებ ყველა ამ ბინძურ და ცუდ სიტყვებს. ჯერ რომ უფალს ახსენებ და მერე იგინები, ეს რას ნიშნავს შენი აზრით? მარტივად რომ აგიხსნათ, იძახი. ღმერთო მისმინე და მერე ამბობთ ან ჭორს, ან აგრესიას გამოხატავთ, ან რაღაც სისულელეს ამბობთ. შენ ღმერთის სახელს რომ ახსენებ, უფალს რომ ახსენებ, შენ ეუბნები უფალს, უფალო, ეს სიტყვები ეხლა რაცაც ვიტყვი, განსაკუთრებულად ისმინე, რადგან მის სახელს ახსენებ. თქვენ უფლის სახელს არ უნდა ახსენებდეთ ყოველ სისულელეში. რატომ იცით? თქვენ უფალთან მიმართვის ფორმას აუფასურებთ ამით. გესმით? უფლის სახელს რომ ახსენებ, ამისთვის უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი მიზეზი და უნდა იყო კონკრეტულ მდგომარეობაში. მხოლოდ ლოცვის დროს უნდა ახსენო უფლის სახელი და მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის. და სანამ უფლის სახელს ახსენებ, ჯერ უნდა მოდუნდე, გული დაამშვიდო, ფიქრი დაამშვიდო და ამის შემდეგ ახსენო უფლის სახელი და მიმართო უფალს ამის შემდეგ მხოლოდ. და შენ ამ სიბინძურეებში და ამ ყველა სისულელეში რომ ახსენებ უფლის სახელს, ვერ ხვდები რა ხდება? ეხლავე აგიხსნი რა ხდება? წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, გეძახით დედა და რაღაც გეძახის დედა გახედეთ თქვენ შვილს და ისაქმებს სადღაც. კარგი შეხედეთ რომ თურმე არ გეძახის. დედა გიძახით, გახედეთ თქვენ შვილს და მოშარდვით არის დაკავებული. დედა ან მამა გეძახის და გახედე რომ ვიღაცას ურტყამს, ამცირებს და ესე 1000 ჯერ, ესე დღეში 1000 ჯერ ახსენა, ყოველდღიურად 20 ჯერ მაინც ახსენებთ უფალს უმნიშვნელოდ. და დღეში 20 ჯერ გეძახის და გახედავ, გეძახის, გახედავ. თქვენი აზრით 1 წლის მერე 2 წლის მერე 3 წლის მერე გახედავთ საერთოდ შვილი როცა გეძახის? აღარ გახედავ ისე როგორც საჭიროა, რადგან ყოველგვარ სიბინძურეში გეძახის. დაძახება უფალს რო ახსენებ და ღმერთს. დაძახება ეს ღმერთზე. ეს არის სიტყვა, კოდი, დარეკვა ტელეფონზე და ცრუზე რომ რეკავდა თან ამ სიბინძურით. შენი აზრით სამყარო რას გიკეთებს შენ? გბლოკავს, შავ სიაში გაქცევს. რომ ეს ადამიანი რაღაც ვერ არის თავის ჭკუაზე ღმერთს და ამ სიბინძურეს ერთად ახსენებს და ამ ემოციებს ნეგატიურს ერთად აფეთქებს და ვინ არის ეს სიბინძურე რომ ამას აკეთებს? სიტყვა უფალი, სიტყვა ღმერთი უნდა ახსენო მხოლოდ ლოცვისას და სანამ ლოცვას დაიწყებ და სანამ ღმერთს ახსენებ, ჯერ შენი გული უნდა დაამშვიდო, უნდა დაიწყო შემდეგ უფლის ხსენება და ლოცვა. და შენ რომ ამ ყოველდღიურ სიბინძურეში ჭორისას, ლანძღვისას, აგრესიისას და სიბინძურისას იყენებ უფლის სიტყვას და ზოგი კიდე საწოლშიც იყენებს, ხალხო, ვერ ხვდებით რა კოშმარში ჩავარდით? სიტყვა უფალი შენთვის უნდა იყოს ისეთი საკრალური, რომ მხოლოდ ლოცვის დროს უნდა ახსენო სიტყვა უფალი. და როდესაც შენ მიმართავ უფალს ამის შემდეგ, უფალი მყისიერად გამოგეხმაურება, რადგან გაუფასურებული არ გაქვს 1000 სიბინძურეში და 1000 ყოველდღიურობაში სიტყვა უფალი და ღმერთი. ეხლა საიდან წამოვიდა ადამიანებში ეს ჩვევები? თქვენ ნუ გგონიათ რომ ეს ჩვევები თავისით დაიბადა? არა, მეგობრებო. ამას ჩვენ გვიპროექტებენ ბნელის მატერიალური მსახურები. და პირველი საიდანაც გვიპროექტებენ ჰოლივუდიდან, ფილმებიდან, ხალხო. ფილმებში თქვა ღმერთმა დაგწყევლოს, შენი სიტყვები არის პროგრამები. პროგრამისტი ხარ ამ სამყაროში. აპროგრამებ, კოდებს წერ. შენ რომ ამ სიტყვების კონფიგურაციას ამბობ, შენ ამას ამბობ, შენ ეს იცი, არ იცი, მოგატყუეს, არ მოგატყუეს, შენ ამას აკეთებ, გაიგე? გულში გიდევს თუ არ გიდევს, ვიღაცა გმართავს და ამას აკეთებ, გაიგე? და ნუ გგონია რომ ამას არ აკეთებ. შენ ეს გააცნობიერე, ვერ გააცნობიერე, უფალმა პირდაპირ დაგიწერა ცნებებში. უფალი არ
მოიხსენიო უბრალოდ ისეო. რა გითხრას ეხა მეტი გითხრა კოდით რომ უფალი არ მოიხსენიო ისეო. უფალი ვარ მეო. საღადაო სიტყვებს შორისი და ყოველდღიურ საუბართ შორისი კი არ ვარ მეო. მე უნდა მომმართო მოწიწებითო, რადგან ამას ვიმსახურებო და შენ ყოველდღიურობაში იყენებ ამას. იმიტომ რომ ფილმებიდან დაგიპროექტეს და მე აქ პატრონიც არ გვყავს ჩვენ. არც მოძღვრები გვიხსნის ამას ნორმალურად ახსნა, თორე მე ის კი არ მინდა ამიხსნა, ეს ცუდია. რას ლაპარაკობ, კაც, ცუდია? შენ მე ამიხსენი ეს რატოა ესე? რომ შენი ერთხელ ნათქვამი ჩემთვის საკმარისი იყოს. გეზარება რომ ამიხსნა თუ არიცი შენ თავადაც. გაიგე? შენ თავადაც არიცი. უფლის სახელი ახსენეთ მხოლოდ ლოცვისას და დღეიდან დაიწყეთ კონტროლი. კონტროლი დაიწყეთ უფლის სახელს სად ახსენებთ, სად არ ახსენებთ. ტელეფონში ჩაიწერეთ, სადმე დაწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, რადგან ეს ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ უფლის სახელს ვახსენებთ ყოველდღიურობაში? იმას ნიშნავს, რომ ჩვენში გაუფასურდა უფლის არსი ისე, რომ ყოველდღიურობაში ვახსენებთ ამას. ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით, რომ უფლის უნდა გვეშინოდეს და უფალი რაღაც ანუ არ ვიცით. ვერ გძნობთ ამას. ჩართეთ გძნობა და გააცნობიერეთ, რომ უფლის სახელის ხსენება არის უფალთან ტელეფონზე დარეკვა და უფლის სახელს რომ ახსენებ და 1000 სიბინძურეს ან ხადავს გაჭორვას და ამას რო აკეთებ, შენ ამით მკრეხელო. ყოველდღიურობაში იყენებ სიტყვის მასალად აქციეს, სიტყვა ღმერთი და უფალი. გესმის რა გვიქნეს? გამოუფხიზლდეთ ხალხო და აღარ დავუშვათ ეს. რეაქცია რატომაც მაქვს ამაზე ცოტათი კაცრი არის ის, რომ აქამდე რატომ არ იყო ეს ჩემამდე მოსული. ესე დამალული რატომ იყო ეს ფაქტორი, რომ არავინ ამაზე არ მელაპარაკებოდა. ამბავი იცით რაშია? ეს რაც ვისაუბრე, ათასობით იმ დამაზიანებელ მექანიზმთა შორის არის ერთი, რომელიც ჩვენ დაგვიფინეს და რომელიც თავს მოგვახვიეს. ესეთი მექანიზმებით გვაბინძურებენ ხელოვნურად, რომ დავკნინდეთ, ვიბრაციულად დავარდეთ, უფლის სახელი გავაუფასუროთ. თქვენ უნდა დაიწყოთ დაპრაქტიკება უფლის ხსენების კონტროლის. უნდა ჩაიწეროთ ტელეფონში ან სადმე დაწეროთ და ერთი თვის განმავლობაში აკეთოთ მონიტორინგი თუ სად და რა ფორმაში ამბობთ უფლის სახელს. ამაზე უნდა იმუშაო. ერთ თვეში შენ მოიშორებ ამ მკრეხელობას. უდიდეს მკრეხელობას იშორებ და მკრეხელობას კი არ იშორებ. იმ დესტრუქციულ ენერგიას იშორებ, რომელიც ძალას გართმევს და ეს ეხება გაძლიერება. იშორებ ყველა ამ დესტრუქციულ პროგრამებს, რაც გარედან დაგვიდეს და შეგვაჩვიეს. ამას თუ არ დააპრაქტიკებ და თუ არ ამოიღებ ამ ცუდ თვისებას, რა აზრი აქვს ჩემს მოსმენას? ტყუილ უბრალოდ მისმენ შენ თუ იმას არ აკეთებ მე რასაც გეუბნები. ის ადამიანი გჯობია, რომელმაც ერთ ვიდეოს უყურა, დააპრაქტიკა და შენ ყველა ვიდეოს უყურე და არ დააპრაქტიკე. ის გჯობია შენ, გესმის? მან ერთი დააპრაქტიკა და დიდი შედეგი მიიღო და შენ უბრალოდ უყურებ და არ აპრაქტიკებ. ამიტომ დააპრაქტიკე ეს და მოგცილდება დიდი პრობლემა. მოახსენებ უფლის სახელს სისულელეებზე, რადგან უფლის სახელის ხსენება მისი მოხმობის ტოლია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას გიკეთებთ თქვენ უფლის მექანიზმები? გბლოკავთ და მე მართლა რომ გინდა უფალს მიმართო, კარგად გამოწვევს. აბა ღადავის ხასიათზე ხო არ ხარ? სამყარო ვერ ხვდება შენ რაჭკუაზე ხარ. გაიგე? მექანიზმები ვერ ხვდება შენ რაჭკუაზე ხარ. ღმერთს ხან სიძულვილის დროს ურეკავ, ახსენებ ღმერთს. ხან გაჭორვის დროს ახსენებ ღმერთს. მე მართლა როცა ახსენებ უფალს, სამყაროს მექანიზმი კარგად გიყურებს. აბა ეს ხა კიდე რაღაცა არ წამოისწროლოს სისულელეო. ღმერთი არ შევაწუხო ამისთვის. მექანიზმებია სამყაროში დაყენებული. უფლამდე სანამ რამე მივა, თელ ფილტრებს გადის და ღმერთამდე რომ მივიდეს შენი გულის ხმა, შენ გული უნდა დაამშვიდო, მაქსიმალურად 7 უნდა მოიპოვო შიგნით, რაღაცაზე ბუნებაზე იფიქრე, რაღაცაზე იფიქრე, მოადუნო და მერე წარმოსთქვი ლოცვა, რომ ეს უფალთან მიიტანონ. არ მივა ეს უფალთან, ფიზიკურად თვითონ ეს ენერგია არ მივა უფალთან. ვერ ხვდები მაგდენს? დაბინძურებული ენერგია არ შევა. თორე უფალმა იცის შენში რა ხდება ყველაფერი ის, მაგრამ ლოცვა რომ განიხილონ, ან შენი თხოვნა რომ განიხილონ უფალთან, ფიზიკურად ეს ენერგია ქვემოთ რჩება. ამიტომაც უნდა წარმოსთქვა მხოლოდ ლოცვის დროს უფლის სიტყვა 7-ში. შენ უკვე მოგენიჭება სამყაროში, ეს ადამიანი სანდოა, პირდაპირ გააგზავნეთ უფალთან. მისი თხოვნა ყოველგვარი შემოწმების გარეშე, რადგან მას აქვს 1000 ქულა ნდობის. უფალს ახსენებს მხოლოდ ლოცვის დროს, ისიც 7-ში. მიხვდით როგორ მუშაობს სამყარო და შენ რომ სისულელეებში ახსენებ და 1000 ბინძურეში ახსენებ უფლის სახელს, ბევრ ფილტრს გადიხარ, სანამ უფლამდე მივა. შენი თხოვნა მაგამდე შეიძლება ჭაღარა შეგერიოს. ამიტომ დღეიდან სიტყვა უფალი და ღმერთი ახსენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ილოცებით და ისიც 7 გულით. და თქვენი სიტყვები უფალთან მივა პირდაპირ და აგისრულდებათ სურვილები პირდაპირ.